საქართველოში დიუშენის სინდრომის მქონე 80 ბავშვი სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველა მათგანის გადასარჩენად რამოდენიმე მილიონი ლარია საჭირო. სახელმწიფო კი ამბობს, რომ ფული არ არისო. ამ დროს ჩინოვნიკები დადასტურებულად მილიარდებს იპარავენ ბიუჯეტიდან, თავად იჭერენ ამ ხალხს. ამ ბავშვების გადასარჩენად კი თუნდაც ის ფული იქნებოდა საკმარისი, რომელიც მაგალითად ჯარისკაცის კვებიდან მოიპარეს, ან ის 7 მილიონი, რომელიც კალაძის პიარზე დაიხარჯა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ იმ ქვეყანაში და იმ სახელმწიფოში, სადაც მხოლოდ მივლინებებში 2 მილიარდი ლარი იხარჯება. რა, ამის ფული არა აქვს სახელმწიფოს? დასავლეთში ამ დაავადების მქონე ადამიანები საშუალოდ 40 წლამდე ცხოვრობენ. საქართველოში კი 20-მდე. იქ მკურნალობენ თანამედროვე გენური თერაპიით და მაღალი ხარისხის წამლებით. აქ კი სტეროიდებით, რაც თავისთავად ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. სამინისტრო კი გვეუბნება, რომ წამალი, რომელსაც ითხოვს ხალხი, დატესტილი არ არის და საფრთხის შემცველია. მაშინ, როცა მას უკვე უამრავი კარგი შედეგი აქვს მსოფლიოს მასშტაბით და თან აქ ალტერნატივა სტეროიდული მკურნალობაა. თავად მინისტრმა თქვა, რომ მაქსიმუმ 5 წელი გადაუვადოს ამ ბავშვებს ეტლში ჩაჯდომა ამ წამალმაო. და მე მაინტერესებს, დედისთვის რამოდენიმე წლით ბავშვის სიცოცხლის გახანძლება პატარა რამ გონიათ? თანაც თუ ეტლში ჩაჯდომას გადაავადებს, ანუ დაავადების პროგრესირებასაც გადაავადებს და მეტხანს იცოცხლებენ ეს ბავშვები, ხო? ყველაზე ამორალური ამ ამბავში რა არის? როდესაც მშობლები საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის იბრძვიან და წამლის გარდა მინიმუმ კვლევების დაფინანსებას მაინც ითხოვენ, სამინისტრო მათ საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. მათთვის სიმსივნით დაავადებულებიც, უბინაო დევნილებიც, რომლებიც თავს იწვავენ სამინისტროს წინ და ზოგადად ყველა პოლიტიზირებულია, ვინც მათ უმოქმედობას ამხელს. არ არსებობს, რა თქმა უნდა, წამალი გვერდითი მოვლენების გარეშე, მაგრამ აქ არჩევანი სიკვდილსა და შანსს შორის არის. ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის განაჩენი, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ შვილებს გამოუტანა. თუმცა ეს ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ ყველანი უნდა დაუდგეთ მშობლებს გვერდში, რომლებიც დღეს უკვე ღამეებს ათენებენ კანცელარიასთან. ასე უნდა დავდგეთ ყველა ქართველის გვერდში, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება.